წარმოიდგინე ასეთი რამ. აი, გარდაცვალების წამსვე შენი ყველაზე ფარული ბნელი ფიქრები, ტყუილები და რაღაც შეცდომები პირდაპირ გიგანტურ ეკრანზე რომ გამოჩნდეს. ოხ, ეგ მართლა საშინელება იქნებოდა. ხო, მთელი სამყაროს დასანახად თან. ხომ წარმოგიდგენი ეს რა კოშმარი იქნებოდა შენთვის. და თუ ეს მართლა ასეა, ნუ თუ ისე იდარდებდი იმაზე, თუ რომელ სასაფლაოზე დაგმარხავენ, ან რამდენად ძვირადღირებულ ქვას დაგადგამენ თავზე. ნამდვილად არა, მაგაზე საერთოდ აღარ იფიქრებდი. ზუსტად. და აი ასეთი მკვეთრი და ცოტა არ იყოს შოკის მომგვრელი კითხვებით ვიწყებთ ჩვენს დღევანდელ სიღრმისეულ განხილვას. მოგესალმები, როგორც ყოველთვის, აქ ვართ იმისთვის, რომ ძალიან რთულ იდეებს ჩაუღრმავდეთ. კი ბატონო, მოგესალმები და დღევანდელი მასალა აი ზუსტად იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც გულგრილს მართლა არ ავისტოვებს. ჩვენ ვერყდობით ერთ ძალიან სპეციფიკურ აუდიო-ვიდეო წყაროს. კი, რომლის სათაურიც უკვე პროვოკაციაა რა, დაავადებული ცნობიერებისაგან გაწმენდა გარდაცვალებამდე. ხო, წარმოიდგინე, ავტორი პირდაპირ სვამს დიაგნოზს, ანუ ის ამბობს, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება დაავადებულია და სწორედ ამიტომ ვტკეპნით ერთ ადგილს უკვე 200 წელია. 200 წელი დიდი დროა. აბარა. ჩვენი მიზანია, რომ აი ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ ამ არგუმენტაციას და გავიგოთ რეალურად რა არის ის რადიკალური გამოსავალი, რომელსაც ეს ტექსტი გვთავაზობს. კი, მაგრამ სანამ უშუალო დეტალებში ჩავყვინთავთ, მინდა ერთი ამ აუცილებლად თქვა შენთვის, ვინც ახლა გვისმენ, ეს არ არის კომფორტული მოსასმენი მასალა. ანუ ის პირდაპირ ეხება ჩვენი ყოველდღიურობის პოლიტიკისა და რელიგიის ყველაზე აი მგრძნობიერე და შიშველ ნერვებს. დიახ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა და სწორედ ამიტომ სანამ კონკრეტულ სახელებზე და იდეებზე გადავალთ, ძალიან მკაფიოდ და მშვიდად უნდა განუმარტო ჩვენს მსმენელს ერთი პრინციპული დეტალი. მიდი გისმენთ. ესე იგი, ეს მასალა შეიცავს უკიდურესად მწვავე პოლიტიკურ, ისტორიულ და რელიგიურ შეფასებებს. მასში საკმაოდ უხეშად და პირდაპირ არიან გაკრიტიკებულნი ცნობილი ფიგურები. და ეს ეხება ყველას. განურჩევლად იმისა, ისინი მემარჯვენე, მემარცხენე თუ ვთქვათ ტრადიციულ ფლანგს წარმოადგენენ. ხო, ანუ არამის არინდობს ავტორი. ზუსტად. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ ჩვენ, როგორც ამ განხილვის წამყვანები, არანაირად არ ვიკავებთ არც ერთ მხარეს, საერთოდ. ჩვენი მიზანი არ არის ამ პოზიციების გამართლება, გაზიარება, ან პირიქით მათი დემონიზება. ჩვენ უბრალოდ შუამავლები ვართ. კი ბატონო. ჩვენ უბრალოდ სრულიად მიუკერძოებლად ვშლით მაგიდაზე იმას, რაც წყაროშია მოცემული. გვინდა, რომ შენ, ვინც ახლა გვისმენ, გქონდეს სრული სურათი და თავად გააკეთო საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნები. ზუსტად ასეა. ჩვენი საქმე ფაქტების და იდეების ანატომია და არა მოსამართლეობა. ხო და მოდი ეს განვიხილოთ. აი დავიწყოთ იმ მთავარი დაშვებით, რითაც ავტორი ხსნის თავის ნარატივს. კი, მოდი. ის საუბრობს ფენომენზე, რომელსაც მე რაღაცნაირად დავარქმევდი გარდაცვალების იმუნიტეტს. გინახავს ხო ეგ სიტუაცია საქართველოში? ანუ ადამიანი სანამ ცოცხალია, შეიძლება მიწასთან გაასწორონ, ყველანაირი ტალახი ესროლონ. მაგრამ როგორც კი გარდაიცვლება? ეგრევე იცვლება ყველაფერი. ხო. თითქოს რაღაც უხილავი ჯადოსნური ხილაკი ირთვება და მასზე კრიტიკა სრულად ჰერმეტულად იბლოკება. რატომ წყვეტთ ადამიანის კრიტიკას მისი გარდაცვალების წამსვე? აი, ეგ არის ის საზღვარი, რომელზეც მასალაშია საუბარი. ავტორის დაკვირვებით, ჩვენს კულტურაში სიკვდილი აღიქმება როგორც ერთგვარი ინდულგენცია. თითქოს ყველა ავტომატურად პირდაპირ სამოთხეში მიდის. საინტერესოა. და ამაზე ხო ძველი მწერლები წერდნენ. კი, აბარა. საილუსტრაციო ძალიან კარგად არის მოხმობილი აკაკი წერეთლის პოეზია წყაროში. აკაკის აქვს ლექსები, სადაც იუმორისტულად, მაგრამ ძალიან მწარედ არის აღწერილი ეს ორმაგი სტანდარტი. ხო, მახსოვს. ანუ, როგორ ვაგინებთ ადამიანს სიცოცხლეში და როგორ მოსავთ შარავანდედით სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აქ მთავარი მხოლოდ პოეზია არ არის. აქ რაც არის მომაჯადებელი, ისაა, რომ ავტორი ამ ფენომენს ბევრად უფრო ღრმა ფილოსოფიურ დიაგნოზს უსვამს. ანუ, რატო ვაკეთებთ ამას? მარტო იმიტომ ხო არა, რომ მკვდრის გვეშინია, ან უბრალოდ ასეა მიღებული ჩვენთან? არა, ბევრად ღრმა მიზეზია. საქმე იმაშია, რომ ავტორის ხედვით ჩვენ ვერ ვახერხებთ ობიექტის და სუბიექტის ერთმანეთისგან გამიჯვნას. მოიცა,
მოდი ეგ ავხსნათ. რა არის აქ სუბიექტი და რა ობიექტი? სუბიექტი არის თავად ადამიანი, პიროვნება. ობიექტი კი არის მისი დატოვებული მემკვიდრეობა, მისი ნაშრომი, მისი საქმე. ევროპულმა აზროვნებამ ეს პრობლემა საუკუნეების წინ გადალახა. ანუ მათ ისწავლეს კრიტიკა. დიახ, მათ ისწავლეს, რომ შეიძლება ადამიანის საქმე გავაკრიტიკო, ის რომ მისი პიროვნება არ გაანადგურო და არ შეურაცხო. ჩვენთან კი ეს ორი რამ სრულად, ფატალურად არის ერთმანეთში აზელილი. აი, მოდი ერთ ძალიან მარტივად ავხსნათ, იმიტომ რომ წყაროში ერთი გენიალური ანალოგია სახლზე და არქიტექტორზე, რომელიც ზუსტად ამას ხსნის. აი, წარმოიდგინე ახლა შენ მე ვარ არქიტექტორი და ავაშენე სახლი. კი ბატონო, და თუ ეს სახლი საშინელად არის დაპროექტებული, თქვა წვიმა ჩამოდის, კედლები ინგრევა და ცხოვრება შეუძლებელია მანდ, შენ ხო უნდა კონდეს უფლება თქვა, ეს სახლი სანაგვეა, მოდი დავანგრევთ და თავიდან ავაშენოთ. ხო ლოგიკურია? აბსოლუტურად ლოგიკურია. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში ჩვენთან? თუ შენ ჩემს აშენებულ სახლს აკრიტიკებ, მე ამას აღვიქვამ ისე, თითქოს დანა დამარტყი და მკლავ. ზუსტად. იმიტომ რომ შენ ეგონება, რომ პირადად შენ გაყენებენ შეურაცხყოფას. ხო, მე როგორც სუბიექტი საკუთარ თავს სრულად ვაიგივებ ჩემს ობიექტთან, ანუ იმ ცუდ სახლთან. ზუსტად ეგრეა. და როგორც კი ავტორი, ანუ ამ შემთხვევაში არქიტექტორი კვდება, ჩვენ გვეშინია მისი ამ სახლის დანგრევის, იმიტომ რომ ქვეცნობიერად გგონია, რომ ამით გარდაცვლილ სულს ვაყენებთ შეურაცხყოფას. ძალიან ღრმაა. ილიაზეც ხო ამბობს მანდ რაღაცას. კი, ილია ჭავჭავაძის მაგალითიც ზუსტად ამ კონტექსტშია მოყვანილი. ტექსტის მიხედვით, ილიას რომელიმე კონკრეტული იდეისა ნაწარმოების ობიექტური კრიტიკა არ ნიშნავს ილიას როგორც ადამიანის ჯვარცმას. ეგ ხომ სხვადასხვა რამეა. რა თქმა უნდა, საქმე უკვე მატერიალიზებულია, ის ადამიანისგან განცალკევებით არსებობს. ობიექტია უკვე. ხო და აი აქ მინდა პირდაპირ შენ მოგმართო, ვინც ახლა გვისმენ, დაფიქრდი ამაზე. ხომ არ არის წინაპრების და ტრადიციების ეს ბრმა, უპირობო პატივისცემა, ზუსტად ის ბეტონის კედელი, რომელსაც ვეჯახებით და წინ ვეღარ მივდივართ. ალბათ ეგრეა. ანუ გვეშინია იმ გიჟი პოეტების, როგორც წყარო უწოდებს, დატოვებული მემკვიდრეობის ხელისხება. იმიტომ რომ საქმის შეფასება ავტომატურად ადამიანის ლანძღვასთან გვაქვს გაიგივებული. კი, და ეს შიში ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მიდის. თუ ჩვენ გვეშინია წარსულის, ლიტერატურული თუ კულტურული საქმეების კრიტიკის, წარმოიდგინე, აბა რა ხდება პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. პოლიტიკა სულ სხვა განზომილებაა. ლოგიკა ხომ იგივეა მაინც. თუ ობიექტს ვერ ვაკრიტიკებთ, ეს ნიშნავს, რომ ცუდი პოლიტიკური სისტემებიც ხელშეუხებელი ხდება, როგორც კი მათი შემქმნელი ლიდერები კვდებიან. ხო, ეგრევე იბლოკება კრიტიკა. სწორედ ამიტომ ითხოვს ავტორი პოლიტიკური ფიგურების არა როგორც ადამიანების, არამედ მათი საქმეების სასტიკ ლუსტრაციას. მოიცა, მოდი ეს სიტყვა ლუსტრაცია კარგად განმართოთ, თორე ხალხს შეიძლება სხვა რამე ეგონოს. კი, აუცილებლად. აქ არ იგულისხმება ძველი კგბ-ს აგენტების სიების გამოქვეყნება, რასაც ჩვეულებრივ ვგულისხმობთ ხოლმე ამ ტერმინში. აქ ლუსტრაცია ნიშნავს საქმეების, აი კონკრეტული მშრალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების და შედეგების დაუნდობელ ცივსისხლიან ანალიზს, ყოველგვარი რომანტიზმის გარეშე. დიახ, ემოციებისგან დაცლილ შეფასებას. და ავტორი აქ არ ერიდება ძალიან სპეციფიკური სახელების ხსენებას წყაროში. ვის ასახელებს კონკრეტულად? ასახელებს ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ზვიად გამსახურდიას და პატრიარქ შიოლაშვილსაც კი. ანუ მართლა ყველას ეხება? კი. ის მოითხოვს, რომ გამოვყოთ მათი პიროვნებები მათი საქმეებისგან და მხოლოდ საქმეებს დაუწეროთ ნიშნები. აი მაგალითად, ის სააკაშვილის საქმეებს თავისი გადმოსახედიდან 3+4-იანს უწერს. 4-იანს. რატომ? რადგან მიიჩნევს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იქ იყო რაღაც შენების პროცესი. მაგრამ აი შევარდნაძესთან მიმართებაში ის უკიდურესად რადიკალურია და მას პირდაპირ 2-იანს უწერს.
ეგ ორიანი საკმაოდ მძიმე განაჩენია. თუმცა ავტორი ამას იმით ხსნის, რომ იმ პერიოდში სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა, ხალხი ტალონებზე დასვეს და ქვეყანა რეალურად უკან სიბნელეში დაბრუნდა. ანუ საქმე მართლა არის ორიანი? ზუსტად ეგრე ხსნის. მაგრამ საინტერესო ის კი არ არის, რაც წარსულში მოხდა მხოლოდ. მთავარი დარტყმა მოდის დღევანდელობაზე. ანუ თუ წარსულის საქმეებზე ვხუჭავთ თვალს, რა მოსდის აწმოს? აწმო ხდება ამ ჟანგიანი საქმეების პირდაპირი გამგრძელებელი. ესაა პრობლემა. ავტორის მტკიცებით დღევანდელი პოლიტიკოსები, მაგალითად პარლამენტი ან ივანიშვილი, არიან მიჩნეულნი სწორედ ამ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული და დამანგრეველი სისტემის პირდაპირ მემკვიდრეებად. და ხალხი ამას ითმენს. და საზოგადოება ამას ითმენს, რადგან ჩვენ ისე ვიქვართ, ბრმად ვაიდიალებთ გარდაცვლილებს. წყაროში მოყვანილია ძალიან კონტრასტული მაგალითები ამაზე. აბა, რა მაგალითებია? მაგალითად, როგორ გამოაცხადეს გამსახურდია ლამის ღმერთად და დაკრძალეს მთაწმინდაზე და როგორ გამოასვენეს შევარდნაძე სამებიდან, თითქოს ამით მისი საქმეები განწმინდეს და ჩამოირეცხა ყველაფერი. აი, აქ კი ცოტა უნდა შევჩერდეთ და კრიტიკულად შევხედოთ ამ პოზიციას. აი, აქ ხდება ყველაფერი ძალიან საინტერესო. გისმენთ, აბა. იმიტომ რომ ყველაფერს ჟანგიანი რკინა ვეძახოთ ძალიან ადვილია, მაგრამ მოდი სხვა კუთხით შევხედოთ ამას. განა საზოგადოებას არ სჭირდება რაღაც საყრდენი, თუნდაც ოდნავ რომანტიზებული გმირები, აი თუნდაც ილუზორული სტაბილურობისთვის. ეგ რთული საკითხია. ხო, წარმოიდგინე ერს რომ წაართვა თავისი წარსული ლიტერების მიმართ პატივისცემა და უთხრა რომ ყველაფერი სანაგვეა, ხომ შეიძლება საზოგადოება საერთოდ დაიმსხვრეს იდენტობის კრიზისისგან. რაზე უნდა დადგეს ერი, თუ ყველა კერპს დავამსხვრევთ? ეგ ძალიან მძლავრი არგუმენტია შენი მხრიდან და ბევრი სოციოლოგი აუცილებლად დაგეთანხმებოდა. მაგრამ თუ ჩვენ მივყვებით უშუალოდ წყაროს ავტორის ლოგიკას, ის სწორედ მაგ ილუზიას მიიჩნევს დაავადებად. ანუ ილუზიაა პრობლემა? კი, თუ ამას უფრო დიდ სურათს დაუკავშირებთ, მისი პასუხი შენს კითხვაზე ასეთი იქნებოდა. როდესაც შენ ხარ მემკვიდრე, შენი ვალია ცივი გონებით, აი მიკროსკოპით შეისწავლო ის, რაც დაგიტოვეს. და შეაფასო. დიახ, უნდა გაარკვიო ეს ბაჯაღლო ოქროა, რომელიც მომავალში გამოგადგება თუ ჟანგიანი რკინა, რომელიც ხელებს დაგისვრის და გაგინადგურებს მომავალს. ლოგიკურია. თუ საზოგადოება ან პოლიტიკოსი იღებს ამ ჟანგიან რკინას, აფარებს მას ტრადიციის ან ეროვნული სიამაყის ლამას სახელს და აგრძელებს მის გამოყენებას, ის ხდება თანამონაწილე და ზუსტად ისეთივე დამნაშავე. ხო, იმიტომ რომ ილუზიებზე აშენებული სტაბილურობა ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოინგრევა, არა? ზუსტად. ავტორიტეტების საკუთარ საქმეებთან იდენტიფიცირება არის ის მუხრუჩ დაავადება, რაც გვაიძულებს ამ ჟანგიანი ესტაფეტის ტარებას. კარგი, ეგ გასაგებია. მაგრამ მოდი რეალისტები ვიყოთ. ლიდერები ამ ჟანგრიან საქმეებს მხოლოდ იმიტომ ხომ არ აგრძელებენ, რომ ვიღაც წინაპრების ეშინიათ? არა, რასაკურველია. აი, ხო, ბევრად უფრო პრაგმატული ინტერესებია ჩადებული. წყარო აქ პირდაპირ საუბრობს კორუფციაზე, სიხარბეზე. ოღონდ არა იმ წვრილმან კორუფციაზე, როცა ვიღაც საგზაო პოლიციელს ოცლარს აძლევს, არამედ რაღაც ბევრად უფრო გლობალურზე, ხო? დიახ, კორუფციის განმარტება აქ რადიკალურად არის გაფართოებული ავტორის მიერ. მისთვის რეალური სისტემური კორუფცია არის მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფოს, ანუ თეორიულად ყველა მოქალაქის კუთვნილი რესურსები, გაზი, ნავთობი, მიწები, წიაღისეული, კონცენტრირებული არის ერთი მცირე ელიტური ჯგუფის ხელში. აი ეგ არის ნამდვილი პრობლემა. მოყვანილია პუტინის რუსეთის და არაბული ქვეყნების მაგალითები. დაფიქრდი, ეს არის ქვეყნები, სადაც ბუნებრივი სიმდიდრე უზარმაზარია, მაგრამ რიგითი მოსახლეობა უმეტესწილად ღატაკია. და რატომ ხდება ეგრე? იმიტომ რომ ძალაუფლებაში მყოფი ჯგუფი ამ ეროვნულ რესურსებს საკუთარ ოლიგარქიულ სიმდიდრედ აქცევს და იყენებს მთელ სისტემას მხოლოდ საკუთარი თავის შესანარჩუნებლად. და აქ შემოდის ფსიქოლოგიური მომენტი. როდემდე შეიძლება ადამიანმა აგროვოს ეს ფული? ხომ არსებობს რაღაც ზღვარი? წყაროში მოყვანილია შოპენჰაუერის ძალიან ზუსტი და მწარე ანალოგია, რომელიც იდეალურად ხსნის ამ მდგომარეობას. კი, მარილიანი წყლის ანალოგია. შოპენჰაუერი ამბობდა, რომ სიმდიდრე ჰგავს მლაშე მარილიან წყალს. რაც მეც სვამ. ხო, რაც უფრო მეტ სვამ, მით უფრო მეტად გწყურდება.
ეს არ არის უბრალოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ეს უკვე პათოლოგიაა. მართალია. ავტორი სვამს სრულიად ლოგიკურ კითხვას. რატომ უნდა სჭირდებოდეს ერთ ბიოლოგიურ არსებას 7 მილიარდი $? ეს ხომ აბსურდია უბრალოდ, რაში უნდა დახარჯოს? ზუსტად ეგრეა. ეს უკვე არის დამახინჯებული ცნობიერების პირდაპირი შედეგი, სადაც ფულის დაგროვება თვითმიზნად და ძალაუფლების ინსტრუმენტად იქცევა. და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ეს ლოკალური შიდა სიხარბე პირდაპირ არის გადაბმული გლობალურ ეკონომიკურ სისტემებთან. ავტორი აქ ძალიან წვავედ უტევს თანამედროვე გლობალიზაციასაც. გლობალიზაციაზე ძალიან მკაცრი პოზიცია აქვს. დი. ეს არ არის გლობალიზაცია, რომელიც ხალხებს აერთიანებს, არამედ სისტემა, რომელმაც ერები ერთმანეთზე დამოკიდებული გახადა სრულიად უსამართლო პირობებში. მოყვანილია ქართველი ემიგრანტების მაგალითი საბერძნეთსა და იტალიაში. რას ამბობს ემიგრანტებზე? წყაროს სიტყვებით რომ თქვათ, გლობალიზაცია მისინი აქცია მონებად საზღვარგარეთ. ადამიანები მიდიან, ტოვებენ ოჯახებს, იტანჯებიან უმძიმეს სამუშაოებზე და ამ დროს რაღაცნაირი პარადოქსული სიამაყით ატარებენ თავიანთ პასპორტს. ეს ექსპლუატაციის გლობალური ჯაჭვია. და ავტორი მხოლოდ საქართველოს არ ერჩის, ის ბევრად უფრო ფართო პარალელებს ავლებს მანდ. კიდევ რას ახსენებს? მაგალითად, საუბრობს მუსლიმურ სამყაროზეც. მისი აზრით, რიგითი მუსლიმები ზუსტად ისეთივე მსხვერპლნი არიან თავიანთი კორუმპირებული მთავრობებისა და ნავთობ ოლიგარკების, როგორც ნებისმიერი სხვა ერი. ლოგიკურია. მაგრამ რა არის აქ საინტერესო? ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებმა პრობლემა საკუთარი ქვეყნის შიგნით დაინახონ და თავიანთი ოლიგარქები გააკრიტიკონ, ისინი მთელ თავიანთ სიბრაზესა და აგრესიას მიმართავენ ევროპისა და ამერიკისკენ. ტერორიზმიც კი ამ კონტექსტში აღიქმება როგორც არასწორად მიმართული, მანიპულირებული ბრაზი. ზუსტად ეგ არის მომაჯადოებელი ამ ტექსტში. ხედავთ შენ ვინც გვისმენ, როგორ აკავშირებს ავტორი ერთმანეთს ეროვნულ, თითქოს ლოკალურ ტრადიციებს, მაგალითად, მკვდრის გაუკრიტიკებლობას და გლობალურ ეკონომიკურ ექსპლუატაციას. კი, ერთი დიდი სისტემაა. ის ამტკიცებს, რომ ეს დღევანდელი გლობალიზაცია, რომელიც ელიტების გამდიდრებას და უბრალო ადამიანების დაჩაგრვას ემსახურება, ბიბლიური თეოლოგიური გაგებით არის არა პროგრესი, არამედ ანტიქრისტეს შემოსასვლელად მომზადება. ვაუ, ეგ ძალიან ძლიერი განცხადებაა. იქმნება ტოტალური კონტროლის სისტემა, სადაც ადამიანი ხდება უბრალოდ ჭანჭიკი. დიახ, სურათი, რომელსაც ის ხატავს, საკმაოდ აპოკალიფსურია რეალურად. ავტორი ვოლტერის ცნობილ სიტყვებსაც იშველიებს. რომელი სიტყვებია ეგ? რომ ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნად, ვხედავთ სრულ ბრიყულ და გაბოროტებულ სამყაროს და როცა მივდივართ, ვთოვებთ ზუსტად ისევე ბრიყულ და გაბოროტებულ სამყაროს. არაფერი იცვლება. ხო, თითქოს წრეა, საიდანაც გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. და აქ მივადექით მთავარ კვანტს. მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თუ სამყარო ასეა მოწყობილი, თუ პოლიტიკა ესეთი ჟანგიანია და გლობალიზაცია გვიმონებს, რა არის გამოსავალი? მან იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. კი, იმიტომ რომ წყაროს შემოთავაზება აქ რადიკალურად იცვლის მიმართულებას. ის არ გვთავაზობს ახალ კონსტიტუციას, ეკონომიკურ რეფორმას ან რაღაც ახალ პარტიას. მისი შემოთავაზება არის კვეცრად თეოლოგიური, ძალიან ინდივიდუალური და სრულიად უნიკალური. ნამდვილად. პირველ რიგში ის უარყოფს ყოველგვარ ზედაპირულ, ყალბ რელიგიურ რიტუალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის არგუმენტაციაში. რას გულისხმობს ყალბ რიტუალებში? მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია იდეა, რომ ადამიანის ცხოვრება შეიძლება გამოსწორდეს ან სული გადარჩეს ისეთი მექანიკური ქმედებებით, როგორიცაა ვთქვათ, სიკვდილის შემდეგ ჭირისუფლის დამშვიდება ტრადიციული ტექსტებით, ან მიცვალებულის მაინც და მაინც წმიდა მიწაზე დამარხვა. ან უბრალოდ სანთლის დანთება ეკლესიაში. ზუსტად. ავტორი ძალიან პირდაპირ ამბობს, სანთლის დანთება და ჯვრის გადაწერა ნებისმიერ მაფიოზსაც მშვენივრად შეუძლია, მაგრამ ეს არანაირად არ აქცევს მას ქრისტიანად. ეს არის ფორმა შინაარსის გარეშე. მაშინ რა არის შინაარსი? და აქ ჩემთვის პირადად წყაროში ყველაზე გენიალური ნაწილი იწყება. ავტორს შემოაქვს ცნობიერების ძალიან თანამედროვე ესეთი ტექნოლოგიური მეტაფორა. კომპიუტერზე რო საუბრობს. კი. მოდი წარმოვიდგინოთ ასეთი რამ. შენ ცნობიერება, შენი გონება არის კომპიუტერის მყარი დისკი.
ანუ hard drive. კი ბატონო. დაბადებიდან სიკვდილამდე ჩვენ ამ დისკზე ვაგროვებთ უამრავ ინფორმაციას. და როგორც ავტორი ამბობს, ჩვენ იქ ვინახავთ საზიზღარ უვარგის ფაილებს, ჩვენს ფარულ ცოდვებს, ტყუილებს, ეგოიზმს, სიხარბეს, ყველაფერ იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავთ სხვებისგან მთელი ცხოვრება. და გარდაცვალება ამ ლოგიკით არ არის გამორთვა ან გაქრობა. გარდაცვალება არის მომენტი, როდესაც ეს შენი კომპიუტერი იხსნება პირდაპირ ღმერთის, ანუ უმაღლესი სინათლის წინაშე. ანუ ყველა ფაილი ჩანს. დიახ, ყველა ფაილი პირდაპირ ეკრანზე გამოიტანება. არაფრის დამალვა აღარ შეგიძლია. ხო, და როგორ უნდა გადარჩე თუ ეს ფაილები სავსეა ვირუსებით? ავტორი ამბობს, რომ აქ შემოდის ქრისტე, ოღონდ არა რაღაც ტრადიციული ხატებზე დახატული ფორმით, არამედ როგორც ერთგვარი ღუთაებრივი ჰაკერი. ეგ მართლა უძლიერესი მეტაფორაა. კი, ქრისტე არის ის, ვინც მოდის შენს სისტემაში და სრულიად უფასოდ. თავისი ნებით იღებს ამ დაზიანებულ დამპალ ფაილებს საკუთარ თავზე და შლის მათ. ის წვავს ამ ვირუსებს ჯვარზე, რათა შენი მყარი დისკი ისევ სუფთა გახდეს. ეს ჰაკერის მეტაფორა ძალიან კარგად ხსნის იმ რადიკალურ თეოლოგიურ ხედვას, რაც ავტორს აქვს. და სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი უმკაცრესი კრიტიკა ტრადიციული მართლმადიდებლური მიდგომების მიმართ. აი რატომ აკრიტიკებს ეკლესიას? რადგან თუ ქრისტეა ერთადერთი ჰაკერი, რომელსაც სისტემაში შეღწევა შეუძლია, მაშინ ნებისმიერი შუამავალი ზედმეტია. ავტორი ღიად უარყოფს ტერმინ მღვდელს, თუ მას აღვიქვამთ როგორც ადამიანს, რომელსაც შენი ცოდვებისგან გაწმენდა შეუძლია. მღვდელს ფაილების წაშლა არ შეუძლიაო. მისი ლოგიკით, ადამიანის ფაილების წაშლა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს პრეროგატივაა და ამის უფლება არც ერთ მოკვდავს არ აქვს, თუნდაც მღვდელი ერქვას. ეს გასაგებია, მაგრამ ავტორი კიდევ უფრო შორს მიდის და წმინდანებსაც ეხება მან და რა, მე ეს მახსოვს. დიახ, ის ასევე აკრიტიკებს წმინდანების მიმართ ლოცვის პრაქტიკას, მაგალითად, ღვთისმშობლის ან წმინდა გიორგის მიმართ ლოცვას. რას ამბობს მაგაზე? ავტორი იყენებს ძალიან სპეციფიკურ ტერმინს. ის ამბობს, რომ ამ წმინდანებს ჩვენი ცნობიერების ფაილებზე доступი, ანუ წოდომა, დაშვება, უბრალოდ არ აქვთ. ანუ ვერ შედიან ჩვენს დისკზე. ხო, მათ არ შეუძლიათ ჩვენს სისტემაში შემოღწევა და რამის წაშლა. შესაბამისად, ეკლესია ავტორისთვის არ არის ქვის შენობა რაღაც ოქროს გუმბათებით, არამედ ეს არის იმ ცოცხალ ადამიანთა ქსელი, ერთობა, ვისი ფაილებიც ამ ღვთაებრივმა ჰაკერმა უკვე წაშალა და გაასუფთავა. მოიცა? მოდი ეს კარგად გავიაზროთ. ანუ, შენ ამბობ, რომ ეს ჰაკერი სრულიად აუქმებს ტრადიციულ საეკლესიო ინფრასტრუქტურას. არსებითად კი. ეკლესია როგორც ინსტიტუცია ზედმეტი ხდება ფაილების წაშლის პროცესში. ეს ხომ უდიდესი გამოწვევა იმ სისტემისთვის, რომელიც ათასწლეულებია არსებობს. ავტორის პერსპექტივიდან დიახ ეგრეა. ეს არის პირდაპირი პიროვნული კავშირი ღმერთთან ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაილები არ წაიშალა, ანუ თუ ადამიანი გარდაიცვალა ისე, რომ მისი მყარი დისკი სავსეა ამ ჟანგიანი ფაილებით? მან უკვე ჯოჯოხეთის თემა შემოდის. კი, იმიტომ რომ ავტორი ჯოჯოხეთის კონცეფციასაც სრულიად არასტანდარტულად ხსნის. გარდაცვალება არ არის რაღაც კომა, ნარკოზი, სადაც უბრალოდ ითიშები და აღარაფერს გძნობ. პირიქით, ეს არის უმაღლეს, აბსოლუტურად ნათელ ცნობიერებაში გადასვლა. სუსტად, და ჯოჯოხეთი აქ არ არის ტრადიციული მდუღარე კუპრის ქვაბები და ცეცხლი. ეს ბევრად უფრო საზარელი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. აბა როგორია? ჯოჯოხეთი არის ადგილი და განზომილება, სადაც ღმერთი საერთოდ აღარ არის დომინანტი. შენ რჩები მარტო შენი გასაჯაროებული ფაილებით და მარადისობაში გაწუხებს შენი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები. ამის საილუსტრაციოდ წყაროში მოყვანილია ცნობილი ბიბლიური იგავი მდიდარსა და ლაზარეზე, რომელიც მართლა ძალიან კარგად ჯდება ამ კონტაქტში. დიახ, მდიდარს, რომელიც ჯოჯოხეთში მოხდა, საშინლად წყურია წყალი. მაგრამ თავარი ტანჯვა წყურვილი კი არ არის, არამედ ის, რომ მას აქვს სრული, მტკივნეული და ნათელი შეგნება თავისი მდგომარეობისა. ანუ ყველაფერი ახსოვს. კი, მან იცის ვინ არის, ახსოვს თავისი წარსული, აცნობიერებს რატომ მოხდა იქ და თან ხედავს ლაზარეს, რომელიც სამოთხეშია. ანუ მისი ცნობიერება სრულად მუშაობს, ის იტანჯება ფსიქოლოგიური სინათლით, რადგან გვხვდება საკუთარ გამოუსწორებელ შეცდომებს. კი ბატონო.
ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად ჟღერს ამ ავტორის სისტემაში, მაგრამ როგორც წამყვანს და მსმენელის ხმას მიჩნდება ერთი სერიოზული კითხვა, რომელზეც მინდა დავფიქრდეთ. აბა გისმენ? ხო არ არის ეს მიდგომა ზედმეტად ინდივიდუალისტური, ეგოისტურიც კი? თუ ჩემი მთავარი მიზანია, რომ პირადად მე მივიღო ეს ჰაკერი, წავშალო ჩემი პერსონალური ფაილები და მე გადავრჩე საზოგადოებას და ქვეყანას რითი ვეხმარები. კარგი კითხვაა. ხო, გამოდის, რომ მე ჩემს სულს ვიშველი, ქვეყანა კი დაინგრეს და ჟანგიან რკინად იქცეს. ეგ ძალიან საფუძვლიანი კითხვაა. მაგრამ ტექსტის ავტორი ამაზეც ცემს პასუხს და სწორედ აქ იკრება წრე. მისი მიხედვით, ვისაც საკუთარი ფაილები უკვე წაშლილი აქვს, ვისაც ეს ნათელი ცნობიერება მიენიჭა, მას ეკისრება უზარმაზარი სასიცოცხლო ვალდებულება. ანუ საქმე უნდა აკედოს. დიახ, შენ აღარ გაქვს უფლება უბრალოდ დაჯდე და დატკბე შენი სისუფთავით. შენი მთავარი დანიშნულება დედამიწაზე ხდება ის, რომ ეს ინფორმაცია, ეს გადარჩენის პროგრამა სხვებსაც გადასცე. ანუ უნდა გაავრცელო ეს ინფორმაცია. უნდა ელაპარაკო საყვარელ ადამიანებს, უცხოებს, ყველას, რათა მათაც გაიგონ ამ გამოსავლის შესახებ. ანუ ინდივიდუალური ხსნა ავტომატურად ბადებს უდიდეს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. შენ ხდები სინათლის გადამცემი ამ ბრიღულ სამყაროში. გასაგებია. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საკმაოდ რთული და ღრმა განხილვა, რას გვეუბნება ეს წყარო? თავარი გზავნილი არის გაღვიძებისკენ მოწოდება. საქართველო და ზოგადად ნებისმიერი საზოგადოება წინ ვერ წავა სანამ არ ისწავლის ერთ მარტივ, მაგრამ უმძიმეს რამეს. რას? ობიექტის, ანუ საქმის, გამიჯვნას სუბიექტისგან, ანუ ადამიანისგან. სანამ არ შევწყვეტთ წარსულის იმ ჟანგიანი საქმეების რომანტიზებას მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ავტორები გარდაიცვალნენ. კი, ეგ მართლა მთავარი პრობლემა ჩანს. ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ გარდაცვალების იმუნიტეტის მითი და რაც ყველაზე მთავარია, სანამ თითეული ჩვენგანი არ შეიხედავს საკუთარ თავში და არ გაიაზრებს საკუთარი ცნობიერების ფაილების რეალურ ულამაზო მდგომარეობას, ზუსტად. და ეს ყველაფერი, ჩემო მსმენელო, ეხება არა მარტო იმ დიდ პოლიტიკოსებს, მწერლებს თუ ისტორიულ ფიგურებს, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ. ეს პირველ რიგში ეხება პირადად შენ. აბსოლუტურად. რას ტოვებ შენ შენი ცხოვრებით? ბაჯაღლო ოქროს, სუფთა საქმეს, რომელიც სხვებს მართლა გამოადგება, თუ ჟანგიან რკინას, რომელსაც შენი შთამომავლები უბრალოდ შიშის და ტრადიციის გამო შეინახავენ და ამით საკუთარ მომავალს დაიმძიმებენ. ეს ნამდვილად არის საკუთარ თავთან გულწრფელობის ყველაზე რთული და უსიამოვნო გამოცდა, რომლის ჩაბარებაც ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს. სწორედ ამიტომ მინდა დაგტოვო ერთი საბოლოო საკმაოდ პროვოკაციული ფიქრით, რომელიც ზუსტად ჩვენი საუბრის დასაწყისს უკავშირდება. აბა, ვნახოთ? დაფიქრდი. თუკი ჩვენი კომპიუტერის ფაილები, ანუ ჩვენი ყველაზე ფარული ფიქრები, წვრილმანი ტყუილები, შური და ქმედებები, დღესვე სიცოცხლეშივე რომ გასაჯაროვდებოდა მთელი სამყაროს წინაშე, გავაგრძელებდით თუ არა იმ მანკიერი ტრადიციების ბრმად დაცვას, რომლებმაც ეს ფაილები შექმნა? ძალიან რთული კითხვაა. იქნებ სწორედ ეს ქვეცნობიერი პანიკური შიში გვაიძულებს, რომ კვდრებზე მხოლოდ კარგს ვამბობდეთ, რათა ხვალ, როცა ჩვენი დრო მოვა და ჩვენი ეკრანი აინთება, ჩვენს ზუსტად იგივე იმუნიტეტით ვისარგებლოთ. მართლაც ღრმა და ძალიან დამაფიქრებელი პარადოქსია. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავი ამ რთულ, მაგრამ აუცილებელ მოგზაურობაში ადამიანის ცნობიერების ლაბირინთებში. დროებით და არ დაგავიწყდეთ საკუთარი ფაილების რეგულარული გადამოწმება.